ისევ მთავარ თემას, მთავარ მოვლენას საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე დორტმუნდში როგორც გითხარი დორტმუნდის სტადიონთან უკვე იკრიბებიან ქართველი გულშემატკივრები დავით ერაძე ჩაგორთვება კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში გისმენ დავით მოდი კეთი ჯერ მოусმინოთ საქართველოს ეროვნულ ხიმს რომელსაც აქ ასრულებს კომაკ და ის დიდი ნაწილი რომელიც დორტმუნდშია შეკრებილი ალბათ გესმით რა მუხტია რა განწყობა აქვს ადამიანები არიან მხოლოდ ერთი რამისთვის შეკრებილები ეს არის დღესასწაული ამ დღესასწაულში ევროპულ დღესასწაულში საქართველოს ჩაერთო და მე მინდა რომ ჩვენს კომაგებს ვკითხოთ მოლოდინი აი რა მოლოდინი გავს რამდენად აი მართლაც საოცარი ატმოსფეროა შეგვიძლია სიგიჟეა სრული მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ დღევანდელი დღე რომელიც სიმბოლოებითაა დახუნძლული დავით ყიფიანის დაბადების დღე ჩემთვის მშობლიური საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის 20 წლის იუბილე და ის სიგიჟე რომელიც აქ გველის ნუ ეუბნებით ვდგავარ მიხაროდეს თუ ვიტირო არ ვიცი და საქართველოს გილოცავ დღევანდელ დღეს და გეფერებით მაგრამ სიხარულის წრემლები მოსულა რასაკვირველია აქ არის ყველა თაობა შეკრებილი აი ჯენზიც აქ არის აი რას ელოდები რა განწყობა გაქვს დღეს ძალიან კარგი განწყობა მაქვს იმიტომ რომ აქ დიდი ხანი მინდო წამოსვლა მით უმეტეს გერმანიაში ყველას უნდა გერმანიის მონანახვა თან მით უმეტეს ევროები არის და ჩვენი პირველი ევროა და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ანუ პირველი ევროზე რომ გავიდე საქართველოს რას ელოდები დღეს ჩემი აზრით 3-2 გოჩალეიშვილი მიქაუტაძე და კვარცხელია გაიტანენ გოლს. დიდი მადლობა წარმატებები ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრი ქალბატონია აქ და ვეცდები მათთან გასაუბრებას გამარჯობა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ძალიან მიხარია რომ ქალბატონები ასე მრავლად ხართ რა განწყობით ახლა ძალიან გვიხარია ძალიან შემართებით ვართ იმედია 3-1 გავიმარჯვებთ თქვენ რას ფიქრობთ როგორი განწყობით ხართ საიდან ჩამოყვეთ მანხაიმიდან აქ ცხოვრობ და დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ბიჭების აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან კარგი აუცილებლად მე მინდა ბევრი აი ფაქტობრივად მე პირველად ხედავ ასე საქართველოს ფერებში ნაკრების ფერებში გამოწყობილ ჩვენს კომაკს თქვენი ბოლოდინი თქვენი განწყობა მე ვიციოთ ეს პირველი შეკრება არაა თქვენი ნაკრებთან თქო ფეხბურთში პირველია მანამდე იყო რაგბი მანამდე იყო კალათბურთი და მოდი ვეღირსეთ ამასაც ფეხბურთსაც აი რა განწყობით ხარ უბედნიერესი ვარ რავი 30 წელია ველოდები ამ ყველაფერს ფეხბურთი რა ვიცი აი ისეთი ბედნია რომ ვერ აქვს კალათბურთზე როგორც ვთქვით პირველი დღიდან ერთად დავდივართ რაგბზეც ერთად ვართ დღეს როგორც იქნა საქართველოსთვის ნანატრი ხედადგა და დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე გაგრძელდება აი რა ვიცი აი მერვედფინალი არაფერი უეჭველი რა აი ისეთი რომ აი გამორიცხულია სხვანაირად რა წარმატებები აუცილებლად ჯოს გენაცვალეთ ბიჭებო წარმატებები აუცილებლად მოკლედ აი ესეთი განწყობა და მე კიდევ თქო ერთხელ ზურას გვაჩვენოს აი ეს ყველაფერი რა ხდება როდესაც ქართველებს აქვს დღესასწაულის განწყობა როდესაც ჩვენ ერთად ვართ და როდესაც ერთად აღნიშნავთ იმ დიდ გამარჯვებას რასაც ჩვენი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოყვეთ რა ქვია ეს არის ერთიანობის მართლაც საუკეთესო ნიმუში მაშასე თამაშის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება მით უმეტეს დრო აი ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო სწრაფად გადის და მოუთმენლად ველოდებით ჩვენ მართლაც იმ წუთების დაწყებას როდესაც სიგნალი იდუნა პარკზე საქართველოს ეროვნული როდესაც სიგნალი იდუნა პარკზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი პირველად აღღერდება ევროპის ჩემპიონატების მასშტაბით